მობილური ტელეფონის გარეშე 72 საათი ყოფნა კოგნიტური უნარების აღდგენას უწყობს ხელს. დიახ. კვლევა სახელწოდებით smartphone-ის შეზღუდვის გავლენა სიგნალთან დაკავშირებულ ნერვულ აქტივობაზე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს. მონაწილეობდა 18-დან 30 წლამდე ასაკის 25 ახალგაზრდა. მონაწილეებს სთხოვეს 72 საათის განმავლობაში შეეზღუდათ smartphone-ის გამოყენება აუცილებელი კომუნიკაციების გარდა და რა დაადგინეს. რომ კოგნიტური მოქნილობისა და კონცენტრაციის გაზრდა ხდება ასეთ დროს, იმპულსების კონტროლისა და ემოციური რეგულაციის გაუმჯობესება, ტვინის აქტივობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაზრდა და ტელეფონთან დაკავშირებული ნეირონული რეაქციის ცვლილება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? პირველი, მონაწილეები უკეთესად გრძნობდნენ კონცენტრაციის უნარს. მონაწილეებმა უკეთ შეძლეს ემოციების მართვა. ნეიროვიზუალური გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ტვინის გადაწყვეტილების მიღების რეგიონები უფრო აქტიური ხდებიან. და ამასთანავე, როდესაც მონაწილეებს აჩვენებდნენ ტელეფონის სურათებს, ტვინის რეგიონები, რომლებიც დამოკიდებულებასა და ჯილდოს პროცესს უკავშირდებოდა, შეიცვალა, რაც მიუთითებს, რომ ტელეფონები შეიძლება იმდენადაც იყოს ადიქტური, რამდენადაც ნიკოტინი ან ალკოჰოლი. Smartphone-ებისა და ტექნოლოგიების გამოყენება იმდენად პრობლემური გახდა, რომ სულ უფრო მეტი კვლევა გახდა საჭირო ამის შესასწავლად. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი ტვინი ძალიან ადაპტირებადი არის და მცირე ციფრულ დეტოქსსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მენტალურ სიჯანსაღესა და კონცენტრაციაზე. ასე რომ, ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელი და კონცენტრირებული. რამოდენიმე საათით მაინც დღეში გადადეთ მობილური იმისათვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი.